თოვლიანი გაზაფხული მთაში გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის გუდაურის მიმართულებით. სინოპტიკოსები გამოდარებას აღდგომის შემდეგ ელიან. ვაკო მეზურნიშვილი გეამბობთ. ასე გათენდა 10 აპრილის დილა ლენტეხის რაიონ სოფელ ჟახუნდერში. გაზაფხულის თოვლმა სვანეთის გარდა საქართველოს სხვა მაღალმთიანი რეგიონებიც გადაათეთრა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მთელი ღამის განმავლობაში თოვდა რაჭაში. ასეთია ვითარება შაორის ტბის მიმდებარედ. მოთოვა გურიის სოფლებშიც. გამწვანებული მარტვილის წაჩხურუს მონასტერი დღეს თეთრად გამოიყურებოდა. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და საჩხერე უზუნთა შქმერი ზუდალის გზაზე დროებით აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თავისუფლად გადაადგილდება სხვა დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი. აპრილში ეს ამინდი ამხელა თოვლი ნამდვილად უჩვეულო არის ჩვენთვის, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი, რომ ყველაფერი თავისუფლად მოვდიოდით, არავითარი დაბრკოლება არ შევხვედრია, გაწმენდილია გზა. და უპრობლემოდ ჩავდივართ ჩვენს სოფელში. ზვავსაშიშროების გამო დროებით აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე. მლეთა გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. უხვინალექის გამო გზებზე რამოდენიმე მიმართულებით დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. 24 საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რომელ შეფერხდეს საავტომობილო მიმოსვლა. სინოპტიკოსების პროგნოზით ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს სვალებადი მიმართულების ქარი, ნალექიანი ამინდი ხვალაც მთლიან საქართველოს ტერიტორიას მოიცავს, 14-დან ნალექი გაუმჯობესდება და ტემპერატურის თანდათანობით მომატება ექნება ადგილი. დედაქალაქშიც როგორც დღეს და შემდგომ დღეებშიც 13 აპრილის ჩათვლით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლს მოსახლეობა არ დაუზარალებია, გაწმენდილია ყველა ცენტრალური გზა. შეზღუდული სატრანსპორტო მოძრაობა კი უახლოეს დროში აღდგება.